მოგესალმებით, რადიო ჩემი ხმა კვლავ ეთერშია, გადაცემით ჰორიზონტს მიღმა გიბრუნდებით, მე მისი წამყვანი ესმა გუმბერიძე ვარ. ამ სახელმწიფო განწყობის და დღესასწაულების შემდეგ ძალიან ბევრი ადამიანი თავს გრძნობს შეიძლება გამოფიტულად, დააღლილად და ასევე ვეძებთ ერთგვარად, რომ გვინდა რომ ეს ახალი წელი და გვაქვს ხოლმე ამის იმედი, რომ იქნება უკეთესი და ყველაფერი ცუდი გავატანეთ წინა წელს, წარსულს. ვეძებთ ხოლმე რაღაც მოტივაციას და გზებს თუ როგორ გავხადოთ ეს წელი უკეთესი. ეხლა სწორედ ის დროა, როცა ამ კითხვებს ალბათ ჩვენ თავებს ვუსვამთ, რომ რა თქმა უნდა მაგივრად არაფერი ხდება, ამას ნელ-ნელა ვიაზრებთ და გვინდა რომ რაღაც ნაბიჯები გადავდგათ, რომ მართლაც გახდეს ეს წელი, შეიძლება უფრო მეტის შემცვლელი ჩვენს ცხოვრებაში. სწორედ ამიტომ ჩვენი დღევანდელი სტუმარი არის ანა ლეჟავა, ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი, ყოფილი ბალერინა, ასევე პედაგოგი უკვე ცეკვის და არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი, აქტივისტი, ასევე პოლიტოლოგი განათლებით. ანა მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა რომ ასე შეზღუდულ დროში საქართველოში ცოტა ხნით ჩამოხვედი სტუმრად და მაინც გამოგიყავი დრო რომ დღეს აქ ყოფილიყავი. ანა ასევე გუშინ ჩვენთან ერთად იმყოფებოდა სოფელ სართიჭალაში. სადაც შევხვდით ახალგაზრდებს, გავიცანით ისინი, გავაცანით მათ მდგრადი განვითარების მიზნები, სამომავლო შესაძლებლობები, რა არსებობს ახალგაზრდისთვის რომ განვითარდეს. მათგანაც მოვისმინეთ ძალიან ბევრი პრობლემა და ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერი დისკუსია იყო, თამამად შემიძლია ვთქვა. ძალიან დიდ მოტივაციას მაძლევს ხოლმე ყოველთვის, როდესაც ვხედავ, რომ ბავშვებს აინტერესებთ, კითხვებს სვამენ, კომენტარებს აკეთებენ და არ მიდიან, არ იშლებიან და 2 საათს გაგრძელდა ეს დისკუსია, რაც უჩვეულოდ ხანგრძლივია და ამაში ასევე ანას წვლილიც არის. ანა მოგესალმებით კიდევ ერთხელ. მოგესალმებით ესმა, მოგესალმებით მსმენელს. ძალიან დიდი მადლობა პირიქით მოწვევისთვის. ჩემი ეს რადიო არის ძალიან კარგი ინიციატივა ახალგაზრდებში ინტერესის განვითარების და მათი დაინტერესების მოხალისეობას ზოგადად სახალხო ცხოვრების საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენთვის პატივია, რა თქმა უნდა, ყოველთვის ესმა შენთან ერთად ყოფნა და თუ რამე შემიძლია, როდესმე დაგეხმარო შენს ინიციატივებში და პროექტებში მიგულე შენთან. და ასევე დიდი მადლობა გუშინ დაპატიჟებისთვის, ბავშვებთან ძალიან მართლაც საინტერესო და ესეთი კონსტრუქციული დიალოგი იყო. მადლობა შენ. მოდი დავიწყოთ თავიდან. შენ საქმიანობაზე უფრო დეტალურად რომ მოგვიყვე და მოგვე ჩვენს მაყურებელს და მსმენელს და როგორ წახვედი, რითი დაიწყო შენი სწავლა და წინსვლა? ჩემი ისტორია საკმაოდ კომპლექსურია და არაორდინალური, იმიტომ რომ თავიდან ესე იგი ვიყავი ქართული საკვების მოცეკვავე და ძალიან სერიოზულად ვუდგებოდი ამ საკითხს და ძალიან მიყვარდა. შემდეგ გადავედი უკვე ვახტანგ ჭავჭავაძის სახელმწიფო სასწავლებელში ბალეტზე და აი ბალეტმა წამიყვანა, რასაც ვქვია, ამერიკაში 14 წლის ასაკში მივიღე სრული დაფინანსება ერთ-ერთი აკადემიისგან ვაშინგტონში, რომელიც ყველაზე პრესტიჟული აკადემიად ითვლება, ბალეტის აკადემია მთელ მსოფლიოში და 15 წლის რომ გავხდი ივლისში, უკვე აგვისტოში წავედი იქ სასწავლებლად, საცეკვაოდ და ასევე საცხოვრებლად. და ეს ნიშნავდა, რომ რამდენი წლით მიდიოდი, როდესაც მიდიოდი თავიდან, როგორ იცოდი? თავიდან ვიცოდი, რომ მივდიოდი 1 წლით და იმ შემთხვევაში თუ გავამართლებდი მათ შეხედულებას ჩემზე, გამიგრძელებდნენ დაფინანსებას და მთლიანად, ანუ 3 წელიწადს იქ დავამთავრებდი, ანუ სკოლას მე-11 კლასს დავამთავრებდი იქ და ამ აკადემიასაც დავხურავდი. დიახ, 1 წელი ძალიან ისე ჟღერს ხოლმე ბევრს შემაშფოთებლად ეშინია ამ ხელაციფრის და იგივე დავუშვათ აი მომავალ ლიდერთა გაცვითი პროგრამით, ფლექსით, წასვლაზე, როცა არის ხოლმე საუბარი და მშობლების მიერ ბავშვის გაშვებაზე, მშობლებს ძალიან ესე ეშინიათ ხოლმე, რომ აი 1 წელი როგორ გავუშვა, ბავშვები ცამავენ, რომ 1 წელი როგორ წავიდე, რას ეტყოდი მათ და შენი ოჯახი როგორ შეხვდა ამ ამბავს? ჩემი ოჯახი შეხვდა ისე, რომ იმდენად ეს ძალიან ესე იგი წელიწადში გადასახადია ამ აკადემიაში იყო $45,000 აშშ.
და ამის სრული დაფინანსება პლუს ის რომ იყო ძალიან პრესტიჟული სკოლა და თან ისიც იცოდნენ რომ რამდენად მიყვარს ბალეტი და რამდენი ნამუშევარი მაქვს ამაზე ისეთი შესაძლებლობა იყო ჩემთვის რომ მიუხედავად იმისა რომ სიტყვაზე მამა ჩემს ძალიან არ უნდოდა ჩემი გაშვება ეშინოდათ მაინც ჩათვალეს რომ ეს იყო ისეთი შანსი რომელიც ხელიდან გაშვებაც არ შეიძლებოდა ალბათ ჩემ მშობლებს ისიც დაეხმარათ ამ გადაწყვეტილების მიღებაში, რომ ჩემი ნათესავები იყვნენ მაშინ საკონსულოში მუშაობდნენ, საქართველოს საკონსულოში და ანუ რომ ჩავედი თვითონ ბექა და ნინო, ბექა ეხლა გახლავთ ელჩი საქართველოს ელჩი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ისე დამეხმარენ, რომ ანუ როგორც ანუ არ მივდიოდი სრულიად მარტო, მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტ აკადემიის შენობაში ვცხოვრობდი მთელი კვირის განმავლობაში, შაბათს ნინო და ბექა მაკითხავდნენ ხოლმე და ასე ვთქვათ, რაღაც ესეთი ის მქონდა კავშირი მაინც ქართველებთან. ასე რომ ჩემ ოჯახს ალბათ ეგეც დაეხმარა ეგ ფაქტორი იმაში, რომ გადაწყვიტეს ჩემი გაშვება. თუმცა იმ ადამიანებს და იმ ოჯახებს, ვისაც იყვება ფლექსის პროგრამის ეშინია და ეს რა თქმა უნდა ბუნებრივი ფაქტორია, ეს ახალგაზრდა ბავშვის გაშვება ყოველთვის რთულია, თუმცა ერთი რაღაც მინდა ვთქვა, რომ ამერიკაში ზოგადად ეხლა არიან ძალიან ბევრი ქართველები. ყველა შტატში, ქალაქში მოიძებნება ერთი ადამიანი, ორი ადამიანი, რომელიც ქართულ მოღვაწეობს. ჩემი აზრით მნიშვნელოვანია, მაგიტომ არის მნიშვნელოვანი დიასპორის განვითარება, რომ ასეთ სიტუაციებში კავშირი კონტაქტი გქონდეს რომელიმე ადამიანის, არ არის აუცილებელი რომ იქ იცხოვრონ, ან თან გადაყვნენ, საჭიროა უბრალოდ აი კვირაში ერთხელ მაინც რომ დარეკონ და მოიკითხონ ადამიანი, როცა ქართველი კითხულობს, ეს უფრო ანუ კეთესად გაგრძნობინებს და გონია რომ რაღაც იმედი გაქვს ვიღაცის, ხო? თან მით უმეტეს იმ პერიოდში, როცა მე ფრანგულს სწავლობდი აქ სკოლაში და თავიდან ინგლისურად ვერ მოპარებოდი. საერთოდ. და როდესაც ჩახვედი იქ, მართლა შემიძლია სხვა შეიძლება დავადასტურო ის, რომ თითქმის ყველა ქალაქში, მეც კი სადაც ვიყავი, ერთი პატარა უკალა ერქვა იმ ქალაქს, 75,000 ადამიანი ცხოვრობს, რაც ნუ ამერიკისთვის ძალიან პატარა ისეთი პროვინციული ქალაქი იყო და იქაც კი სრულად შემთხვევით ჩემი ერთი მასწავლებელი, ერთი ასისტენტი, კოორდინატორი შეხვდა ქართველებს და ასე გამაცნო და უკვე წელს, როდესაც გაეროში ვიყავი, ის ქართველებიც გადმოვიდნენ ფლორიდიდან ნიუ-იორკში და იქაც მოვინახულე და ძალიან ესეთი სასიამოვნო იყო ეს. აი, უფრო მეტი რო გითხრა, რა ხდებოდა პირველ წელს, აი რა განსხვავებები იყო, რა კულტურული შოკი იყო, როგორ გადაიტანე მთელი ეს პროცესი და შემდეგ რა მოხდა? ანუ პირველ წელს ძალიან მართლა ძალიან რთული იყო, ანუ ალბათ ყველაზე რთული წელიწადი ჩემს მთელ ცხოვრებაში, იმიტომ რომ ძალიან ახლოს ვიყავი აქ ოჯახთან, ანუ ესეთი დამოუკიდებელი ცხოვრება აქ არ მქონდა, როგორც ბევრი 14 წლის ასაკის ადამიანს საქართველოში. და ნუ იქ აბსოლუტურად ყველაფერი გამიჭირდა, ჯერ ენის ბარიერი, რა თქმა უნდა, მეორე საკვები, რომელსაც აბსოლუტურად ვერ ვეგუებოდი და ძალიან დიდი ხანი მარტო ბრინჯს ჭამდი, ანუ ვაშს არ ვიგებდი მაგალითად, იმიტომ რომ მეგონა ყალბი, იმდენად ლამაზი და იმდენად მრგვალი და წითელი იყო. ანუ ძალიან ბევრი ესეთი დეტალი მაწუხებდა, რა თქმა უნდა, ჩემი მშობლები, ჩემი ბეიბო, ჩემი და მენატრებოდა უზომოდ. და ნუ ამას დამატებით კიდევ ის ბალეტის ტრეინინგი იყო ძალიან რთული, ბევრად უფრო რთული სიტყვაზე, ვიდრე რასაც აქ გავდიოდი მე ჭაბუკიანის უნივერსიტეტში, ან სკოლაში. ასე რომ ყველაფერი რთული იყო, თუმცა ერთი რაღაც მინდა ვთქვა, რომ აი მე რო არის ეს არ გადამელახა, ასე მგონია რომ შემდეგ მუდამ შიში მექნებოდა ნებისმიერ სხვა ქვეყანაში წასვლის. ალბათ ის ფაქტი, რომ მე რაღაც გადავახე ეს ბარიერი პირველ წელს, შემდეგ უფრო გამხსნა ამან და მომცა თავდაჯერებულობა იმისა, რომ სხვა ადგილებშიც მესწავლა მეგზავნა, ანუ ჩემით რომ მიმეყო ეს დამოუკიდებლობის აღქმა ძალიან ისე გამიღრმავდა. და მართლა რთული იყო, ხო? აი ჩემებიც დაადასტურებენ მაგათ, ყოველდღე ვრეკავდი, ტიროდი ძალიან ბევრს, მაგრამ საბოლოოდ მაინც ანუ perseverance, ანუ გამძლეობა, ინგლისური სიტყვა ძალიან კარგი, აი გამტანობა და გამძლეობა ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად და უკვე რამოდენიმე თვის შემდეგ, 8-9 თვის შემდეგ უკვე ეს რომ გადაივახა პირველადი შოკი, შემდეგ უკვე ნავნავა
უფრო ადვილი და ადვილი გახდა მარტო ცხოვრება და თან ესე შორს სხვა ქვეყანაში ცხოვრება. და არ ქონია ეს მომენტი, ან არ გეუბნებოდა მშობლები, რომ თუ ისე ტირი ხარ და ესე ცუდად ხარ, დაბრუნდი. კი, სულ, ანუ აბსოლუტურად თითქმის ყოველდღე მამაჩემი მზად იყო, რომ აგიგებ თვითმფრინავის ბილეთს, ხვალე წამოდი, ანუ არ დარჩა, მაგრამ ზოგადად ისეთი ადამიანი არ ვარ, რომ რაღაცაზე ხელი ჩავიქნიო, give up, ხო? ანუ როგორ ითქმება ქართულად, რომ ხელი ჩავიქნიო, შევეშვა, ძალიან რაც არ უნდა რთული სიტუაცია იყოს, მიყვარს ზოგადად მისი ან ბოლომდე მიყვანა, ან დამთავრება ან ასე შემდეგ. ანუ ალბათ მე რომ ეგ შემოთავაზება მიმევა ჩემი ოჯახიდან დაუბრუნებულიყავი, ალბათ ჩემ თავში ვიქნებოდი ძალიან იმედგაცრუებული და ეგეთი ცხოვრება მე ზოგადად არ მინდოდა. და შემდეგ შენ უნივერსიტეტიც ამერიკაში დაამთავრე და ვიცით რომ ძალიან ძვირია იქ სწავლა და ასე შემდეგ, ბევრისთვის აქაც რა თქმა უნდა ესეთი აუხდენელ რამედ მიიჩნევა და ეჩვენება ბევრს. შენ როგორ მოახერხე ეს, როგორ სად ჩააბარე და რა გააკეთე დაფინანსების მოსაპოვებლად? გეტყვით ახლა, მაგრამ საბალეტო აკადემიას რომ ამთავრებდი, ამ საბალეტო აკადემიის დამთავრების შემდეგ ნორმალური კარიერის გზა არის, რომ გაიარო ოდიშენები სხვადასხვა დასებში და გახდე პროფესიონალი მოცეკვავე. თუმცა მე ყოველთვის ამას უმაღლესი განათლება არ ჭირდება, ხო, ოპერაში რომ მიცეკო? არა. ოპერაში რომ მიცეკო, პირდაპირ სკოლიდან გადადიხარ ჭაბუკიანი. ამ შემთხვევაში ჭაბუკიანიდან, იმ შემთხვევაში ამ ჩემი აკადემიიდან გადადიხარ პირდაპირ კომპანიაში, ცეკვის კომპანიაში, დასში. მე ძალიან მინდოდა დასში ცეკვა, მაგრამ ამავე დროს ძალიან მინდოდა სწავლო. ასე რომ ჩემი ბოლო წელი, გამოსაშვები წელი აკადემიიდან SAT ავიღე, ეს SAT არის საჭირო ტესტი, როგორც აქ არის ზოგადი უნარები, რომ ამერიკის უნივერსიტეტში ჩააბარო. მე როგორც ვიცი, თუ სიტყვაზე სკოლა დამთავრებული გაქვს უცხოეთში, მაშინ არ ამგონია რომ SAT საჭირო იყოს, მაშინ მგონია მხოლოდ TOEFL-ს ითხოვენ, მაგრამ ინგლისური ენის ცოდნად, მაგრამ მე რადგანაც დამთავრებული მქონდა სკოლა უკვე ამერიკაში, ამ შემთხვევაში მე მომეთხოვებოდა, რომ ჩვეულებრივად როგორც სხვა ამერიკელებს, ისე ჩამებარებინა ეს ზოგადი უნარები იქ. ანუ ამისთვის ვისწავლე, ყოველდღე ვდგებოდი 2 საათი და ადრე, შარდის გაკვეთილებამდე და ვარჯიშებამდე, რომ მემეცადინე ჩემით, რა თქმა უნდა, და ჩავაბარე რამოდენიმე უნივერსიტეტში, ინდიანას უნივერსიტეტში, ბირმინგემის უნივერსიტეტში და ფილადელფიის უნივერსიტეტში, 3 უნივერსიტეტში, იმიტომ რომ ეს 3 უნივერსიტეტის ყველაზე ძლიერი ცეკვის დეპარტამენტები ჰქონდათ. ანუ ჩემი მიზანი იყო, რომ გამეგრძელებინა ცეკვა უნივერსიტეტის დასებში და ასევე რაღაც მეორე პროფესია შემესწავლა. ამ 3-ვე უნივერსიტეტიდან მივიღე დასტური, ანუ ჩარიცხვის დასტური, თუმცა პირველ წელს, რადგანაც Atlantic City Ballet-მა, ეს არის New Jersey-ის დასის კომპანიამ, ასევე ამიყვანა სოლისტად, გადავწყვიტე, რომ 1 წელი მეცეკვა მათთან სეზონი და ეს შემოთავაზებები უნივერსიტეტებიდან გადამევადებინა, ანუ იქ არის ესეთი რაღაც, რასაც ქვია defer და შეუძლიათ რომ 1 წელი შეგინახონ ადგილი უნივერსიტეტში. ასე რომ 1 სეზონი ვიცეკვა დასში, შემდეგ მივიღე ოფერი ალაბამა ბალეტიდან და აქედან გამომდინარე წავედი 1 წლის შემდეგ უნივერსიტეტში ბირმინგემში, იმიტომ რომ მაშინ შევძლებდი უკვე პროფესიონალურად ცეკვასაც და ასევე უნივერსიტეტში სწავლას. და თან ყველაზე კარგი ის იყო აქედან, რომ ისინი მაფინანსებდნენ მთლიანად, იმიტომ რომ პროფესიონალი მოცეკვავე ვიყავი. დიახ, ანუ როგორც თქვა სპორტთან დაკავშირებით, ამერიკული უნივერსიტეტი არ არის მარტო სასწავლო საკვლევი დაწესებულება, ის არის მათ აქვთ ასევე ძალიან ისეთი ახალგაზრდული ჯგუფები, კლუბები, სპორტი, გუნდი, ორკესტრები და ყოველივე ამისთვის ეს ანუ გართობის თუ ხელოვნების კომპონენტი აქვს ძალიან ძლიერი. და ამიტომ ხშირადაც სთავაზობენ დაფინანსებას ადამიანებს იმისთვის, რომ თქვა მოიზიდონ ეს სპორტსმენები, ეს მოცეკვავეები და ისინი თან სწავლობენ და თან დავუშვათ ცეკვავენ, თამაშობენ. და სხვათა შორის ახლა მინდა აღნიშნო ძალიან დიდი სკანდალი იყო ამერიკაში, ზუსტად რამოდენიმე თვის წინ, რომ ანუ ჰარვარდში და ძალიან ისეთ ცნობილ უნივერსიტეტებში ყალბი ტალანტებით აბარებდნენ ძალიან მდიდარი ადამიანების შვილები, ანუ ეს სისტემა ამერიკაში, ეს ტალანტის
სისტემა შემუშავებულია იმისთვის, რომ მაგალითად ჩემნაირმა ადამიანმა ან ვიღაცამ, რომელიც ბასკეტბოლს თამაშობს რაღაც სპორტს, კალათბურთს, შეძლოს სიტყვაზე უნივერსიტეტში განათლების მიღება და ასევე მისი ტალანტის გამოყენება, ანუ რომ არ ქონდეს ესეთი რთული არჩევანი, მიატოვოს ცეკვა, მიატოვოს კალათბურთი და მარტო სწავლაზე დაუთმოს. და თან შენ ძალიან სწორი რამე აღნიშნე გუშინ, რომ სპორტშიც და თქვათ ბალეტშიც შესაძლებელია ტრავმები და ასე შემდეგ და იმისთვის რომ შენი კარიერული ცხოვრება სულ არ დაინგრეს ამის შემდეგ, ხო, აუცილებელია რაღაცა სხვა პროფესიაც რომ ქონდეს, რომ შემდეგ გადაკვალიფიცირდე და იქით გადახვიდე და არ იყოს ესეთი სტრესული. ნამდვილად. და ამ ყველაფერმა მე მოგცა შესაძლებლობა რომ ესე გესწავლა. რას სწავლობდი? ესე იგი, როგორც ალბათ იცის ბევრმა ადამიანმა, ამერიკულ უნივერსიტეტებში ალბათ აქაც შეგვიძლია ერჩიო ორი პროფესია. ან უბრალოდ მოგიწევს ორმაგი კლასების აღება და ორმაგი კრედიტების დაფარვა. მე გადავწყვიტე, რომ რა თქმა უნდა მესწავლა ცეკვის დეპარტამენტში, სადაც შეისწავლებოდა მოდერნი, თანამედროვე და კლასიკური ბალეტი, ასევე პედაგოგიკა, იმიტომ რომ სპეციფიური სწავლა ჭირდება ცეკვას ზოგადად და ქორეოგრაფია, ანუ ქორეოგრაფიის შემუშავება. და მეორე პროფესია არის ქორეოგრაფია არის ცეკვების დადგმა. კი, ცეკვების დადგმა. და მეორე პროფესია დავირჩიე პოლიტიკური მეცნიერება, საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით. თუმცა პირველი 2 წელი ჩემ უნივერსიტეტის ძალიან დიდი კონცენტრაცია გავაკეთე ამერიკულ პოლიტიკაზე, რადგან ბირმინგემში ვიყავი და როგორც თქვენ იცით, ბირმინგემში დაიწყო civil rights movement. ამას რასიზმის წინააღმდეგ და ზოგადად სამოქალაქო უფლებების და თანასწორობის და ქალთა მოძრაობა და ასე შემდეგ. ასე შემდეგ და ძალიან საინტერესო ქალაქი იყო იმისთვის, რომ ამერიკული პოლიტიკა და მისი ნიუანსები შემოსწავლა. ძალიან ბევრი კვლევა ჩავატარე მაგ პერიოდში, რომელიც მართლაც გამაოცა ამერიკული პოლიტიკის, ესე იგი, მრავალფეროვნებაზე. და მოკლედ დავამთავრე 2014-ში ეს ჩემი უნივერსიტეტი ამ ორი პროფესიით. და რამ გაგაოცა ამ კვლევების დროს? ყველაზე მეტად. ამერიკაზე გვაქვს რაღაც სტერეოტიპები საქართველოში. თუ შეგიძლია რომელიმე მათგანზე ან მათგანებზე ისაუბრო და დაამსხვრიო ერთგვარად. ზოგადად სტერეოტიპების დამსხვრევა არის ჩვენი ლოგო, ჩემი არასამთავრობოს ლოგო, მაგრამ ალბათ უფრო განიადვილდება თუ მაგალითად სტერეოტიპს მეთქვი და შემდეგ მე ამას დავამსხვრევ, იმიტომ რომ ალბათ ძალიან ბევრია. აბიცი მაგალითად რომ ძალიან ლიბერალური ქვეყანაა, ძალიან რაღაცა ყველა თავისუფალი ცხოვრებით ცხოვრობს, სხვადასხვა გაგებით, გინდა სქესობრივით და სხვა მხრივაც თუნდაც. ანუ ხო, მაგალითად ესეთი სტერეოტიპი ბევრჯერ შემხვედრია და გამიგია საქართველოში, თუმცა ეს რა თქმა უნდა არის ძალიან არასწორი. ამერიკა ალბათ არის ერთ-ერთი ევროპთან და დასავლეთ ევროპასთან შედარებით ყველაზე პურიტანული და ქრისტიანული ქვეყანა, განსაკუთრებით სამხრეთი, სადაც ალაბამა შტატია, იქ ეძახიან რასაც ქვია Bible Belt, ბიბლიის ქამარი, სადაც მთელს იგი რაღაც უზარმაზარ ტერიტორიაზე თითქმის ყოველ კუთხეში გვხვდება სხვადასხვა დომინაციის ეკლესიები. და ალაბამაში ის რომ არ წახვიდეს სიტყვაზე კვირას ეკლესიაში, ესეც ძალიან ცუდად ითვლება და ზოგადად ძალიან კონსერვატული შტატია. არა მარტო ალაბამა, არამედ ჯორჯია, ლუიზიანა, მისისიპი, ბევრი სამხრეთული შტატი. ის დასახლება სხვათა შორის, რომელშიც მე ვცხოვრობდი, ფლორიდაში, ის კონკრეტული ქალაქით საკმაოდ კონსერვატიული. ალბათ ლიბერალური შტატები რაც არის, ეს იქნება ალბათ მასაჩუსეტსი, ნიუ-იორკი და კალიფორნია, რომელიც რა თქმა უნდა 3 შტატია მთელი 50 შტატიდან და მაგრამ უბრალოდ ყველაზე ცნობადი და ყველაზე ხილვადი. კი, ყველაზე ხილვადი, რა თქმა უნდა ის ფაქტი, რომ კალიფორნიაში არის ჰოლივუდი, ანუ ეს არის ამერიკის, რასაც ქვია, ბიზნეს კარტა ხო მსოფლიოში, ჰოლივუდით იცნობს ყველა ადამიანის სავიზიტო ბარათი. ჩემი აზრით მაგიტომ ხდება ესეთი სტერეოტიპების შემუშავება ზოგადად ამერიკაზე, თუმცა რა თქმა უნდა ბევრად უფრო კომპლექსური ქვეყანაა. ხო, ალბათ აი ფილმებიდან გაჩნდა ეს განცდა, მაგრამ საინტერესოა ფილმებში რატომ არ ჩანს ხოლმე ეს კონსერვატიზმი? ზოგადად კონსერვატიზმი ცოტა რთული თემაა, იმიტომ რომ ძალიან დიდ პოლარიზაციას ახდენს ზოგადად ქვეყანაში.
არის რა თქმა უნდა ძალიან ბევრი ფილმი ამაზეც გადაღებული, უბრალოდ ისინი არ ხდებიან ისეთი ბლოკბასტერები და ისეთი ცნობილი, როგორც სიტყვაზე სხვა ფილმები, რომლებიც ადვილი საყურებელია, ხო? და უფრო ისეთი ყველა შეუძლია ამ ფილმებთან დაკავშირება რამით. მე რო დავუბრუნდეთ უკვე შენს ცხოვრებას და შენს მოღვაწეობას, საქმიანობას, რას საქმიანობ დღეს და პრინციპში უნივერსიტეტის შემდეგ რითი ხარ დაკავებული. ასევე ვიცით, რომ ძალიან აქტიურად ხარ ჩართული აი დიასპორულ საქმიანობაში, არასამთავრობო ორგანიზაციაც გაქვს, ამაზეც რო გითხრა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ვეცადე, რომ ჩემი ორივე პროფესია როგორმე ასე იგი ერთად გამომეყენებინა, იმიტომ რომ მართლაც მჯერა რომ ხელოვნებას აქვს ძალიან დიდი ძალა, ზოგადად შეცვალოს და დაანგრიოს ეს სტერეოტიპები, ან თუნდაც დააკავშიროს ხალხი ერთმანეთთან, ზოგადად ცეკვა ხელოვნებას არის უნივერსალური ენა, რომელიც ყველას ესმის და აი ამაზე ვეცადე ჩემი კარიერის აწყობას. არასამთავრობოში ვიმუშავე ცოტა ხანი, შემდეგ გაეროში გავიარე სტაჟირება ჩვენს მისიაში, შემდეგ ახალგაზრდაულში ვიყავი საქართველოსი ამერიკაში. ეს არის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროგრამა ამჯერად, რომელიც დიასპორის განვითარებას ემსახურება და ახალგაზრდების დაკავშირებას სხვადასხვა ქვეყნებში. და აი ამის შემდეგ გადავწყვიტე ჩემს ერთ-ერთ კოლეგასთან და მეგობართან ერთად შემექმნა ცეკვის დასი, რომელიც გააკეთებდა ადამიანთა უფლებების და სოციალური საკითხების ადვოკატირებას ცეკვით. ამჯერად ესე იგი გვაქვს რამოდენიმე პროექტი. ანუ უფრო საზოგადოებრივ ცნობიერებაზე მუშაობთ, ხო? საზოგადოებრივ ცნობიერებაზე, განათლებაზე და ასევე პრომოუშენზე, ხო, ადვოკატირებაზე, იმ საკითხებზე, იმ იდეების პოპულარიზაციაზე, რისიც გუჯერა. მაგალითად, ორ მაგალითს გეტყვით, დღესდღეობით გვაქვს პარტნიორობა გაფორმებული ორ ორგანიზაციასთან. ერთი არის Girl Scouts of New York City, ეს არის სკაუტების ახალგაზრდა ორგანიზაცია, რომელსაც ბავშვებს, ახალგაზრდა გოგოებს ვასწავლით ცეკვით, თუ როგორ დაიმკვიდრონ თავდაჯერებულობა და როგორ შეძლონ გამოხატვა თავიანთი ემოციების თუ იდეების. ცეკვა ამაში ძალიან ეხმარება. განსაკუთრებით იმ ადამიანებს, რომლებიც ცოტა მორცხვები არიან სიტყვაზე და ასე შემდეგ. და მეორე პროექტი გვაქვს ერთ-ერთ გამომცემლებასთან, სადაც ჩვენ ესე იგი ვწერთ იმ ცნობილი მოცეკვავების, ქალები მოცეკვავების შესახებ, რომელმაც შეცვალეს თავიანთი ქვეყნები, თავიანთი ხელოვნებით, მაგალითად ალისია ალონსო, კუბელი ბალერინა, რომლებიც სხვათა შორის აი ამ ციკლს აუცილებლად გაჩვენებ შენ. ალისია ალონსომ მთლიანად დაკარგა ხედვა მისი ესეთი კარიერის პიკის დროს, თუმცა 30 წელიწადის შემდეგ გააგრძელა ცეკვა და ის ითვლება როგორც ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრიმა ბალერინა მსოფლიოში. მასაც ძალიან საინტერესო და არაჩვეულებრივი მაგალითი არის. და თქვენ მაგის გარდა საქართველოშიც ჩამოდიხარ ხოლმე და აქაც საოკუპაციო ხაზთან ცხოვრებ ბავშვებს და ახალგაზრდებს რთავდი რაღაც ღონისძიებებში, როგორც ვიცი. ხო, ეს პროექტი დავიწყეს ახალგაზრდაობის პერიოდში, თუმცა შემდეგ ვეცადე რომ გამეგრძელებინა და ეს არის სუფთა, არანაირი ორგანიზაციული, ინსტიტუციური პროექტი არ არის, ეს არის კერძოდ ჩემი მოხალისეობა, რაზეც ძალიან დაუღვნიშნო მოხალისეობის მნიშვნელობა ზოგადად საზოგადოებაში, ძალიან ბევრჯერ მესმის იდეები, რომ აი ამას ვერ გავაკეთებთ, ის რთულია, ძალიან ბევრი რაღაც ბარიერების გადალახვა გონიათ, მაგრამ სინამდვილეში მოხალისეობა არის ძალიან მარტივი, უნდა უბრალოდ იცოდე სად ჭირდება ადამიანს დახმარება ან რა არის შესაძლებელი და შემდეგ უბრალოდ შენი თავი, რასაც ქვია, ჩააგდო იმ სიტუაციაში და მე ის სიტუაცია თვითონ გასწავლის თუ რისი გაკეთება საჭირო. ამ შემთხვევაში სასულიერო სოფლებში 20 ოჯახამდე მყავს დათვალიერებული შეხვედრილი და მათი პრობლემები მაქვს გაგებული. და შემდეგ ვცდილობ, რომ სხვადასხვა გზებით მათ დავეხმარო, ჩემი კონტაქტების გამოყენებით და ასე შემდეგ. ასე რომ, ჩემი აზრით, ბევრად უფრო ადვილია მოხალისეობა და კარგი საქმის კეთება, რაღაცა ცვლილების წამოწყება, ვიდრე ახალგაზრდებს ზოგადად გონიათ საქართველოში და ძალიან გამიხარდებათ, თუ აი ეს შეიძლებოდა. კი, ცვლილება არ არის მარტო ხელისუფლების ცვლილება, ხო, რასთან ასოცირდება, რომ აი სიტყვაზე ხელისუფლება შეიცვალა
და ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი რომ რაღაცა გააუმჯობესდეს. ის თვითონ საზოგადოების შიგნითაც ხდება, ხო? როგორი საზოგადოება ვართ ჩვენ, რა არის ჩვენთვის მისაღები, რა მიუღებელი, ერთმანეთს როგორ ვექცევით და ვეპყრობით ამის ერთმანეთს. შენ ახსენე რომ ხელოვნება არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, ხო რომ ანუ რაღაც საზოგადოებრივი ღირებულება მოიტანოს ხო ადამიანის უფლებები, პოპულარიზაცია გაუწიოს ესეთ მნიშვნელოვანი თემებს. როგორ ფიქრობ, ესეთი გაცვეთილი კითხვაა ძალიან, მაგრამ მაინც ანუ ხელოვნება უნდა ემსახურებოდეს თუ არა რაღაც მიზანს ან მიზნებს, თუ ის ესე ცალკე თავისთავად არის თვითმიზანი. ეგ კითხვა მე ამ ბოლო დროს უბრალოდ გამიღვიძა ბევრმა ფაქტორმა, მაგრამ მაგალითად ხო ისიც ალამაზებენ სიმღერებს, თქვათ ქურდულ სამყაროზე, ქურდობაზე, კანონიერ ქურდობაზე და ამის გაცოცხლება ხდება, რომანტიზება ხდება, ხო, ხელოვნების მიერ. ეს რამდენად კარგია, რამდენად, არ ვიცი, რა ღირებულება აქვს ამას? ნუ ზოგადად ეს ძალიან ისეთი კარგი კითხვაა, ნამდვილად, მეც ბევრჯერ გამჩენია ეს კითხვა. არ მგონია რომ ამაზე რაღაც შავ-თეთრი პასუხის გაცემა შეიძლებადეს. ჩემი აზრით, ყველა ხელოვანი თვითონ განსაზღვრავს თუ რა მიზანს ემსახურება მისი ხელოვნება. არიან მაგალითად ბევრი მხატვარი ვიცი, რომელიც უბრალოდ პირიქით არ მოსწონთ, როცა რაღაცას ხედავ მის ნახატში. უნდათ რომ სიტყვაზე იყოს ეს უბრალოდ ლამაზი ნახატი ან ხელოვნების შედევრი და მის გარეთ არაფერს არ ნიშნავდეს. ჩემ შემთხვევაში ჩემი წარსულიდან გამომდინარე და განათლებიდან გამომდინარე, მე უბრალოდ არ შემიძლია ესეთი ხელოვნების შექმნა, რომელიც რაღაცა მიზანს არ ემსახურება, იმიტომ რომ ჩემი ინსპირაცია, შთაგონება მოდის იმ პრობლემებიდან და იმ სიტყვაზე დაბრკოლებებიდან, მე რასაც განვიცდიდი ბავშვობაში, ან რასაც განიცდის ჩემი ქვეყანა, ხო? ანუ ყველა სხვა რა თქმა უნდა სხვადასხვანაირია. ზოგი მაგალითად მათი мотиваცია არის მათი პირადი, ანუ ესე იგი ემოციური ქარბუქის ასე გამოხატულება თუ დაწყნარება თუ დამშვიდობა, რა თქმა უნდა ყველა სხვა მიზანი აქვს. თუმცა ჩემი აზრით რაღაც მომენტში ძალიან რადიკალურად რომ არ გამომივიდეს, არის სიტუაციები, როცა ჩემი აზრით საჭიროა ხელოვანებიც რაღაც მიზანს ემსახურონ. შეიძლება მათი ხელოვნებით არა, მაგრამ მათი ხელოვნების გამოყენებით, ან თუნდაც საქველმოქმედო ღონისძიებების ჩატარებით და ასე შემდეგ. ხო, თან ისინი საზოგადოებისთვის ცნობადები არიან და მათ აზრს და მათ ნათქვამს და მათ ნამღერს და დაწერილს საზოგადოება ისმის და მათთვის მნიშვნელოვანია და ხშირ შემთხვევაში ისინი უფრო დიდ აუდიტორიას წვდებიან, ვიდრე საშუალო პოლიტიკოსი ან შეთვლილი არასამთავრობოს წარმომადგენელი ან უფლებადამცველი და ასე შემდეგ. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ის საქმე, რომელსაც ეს ადამიანები აკეთებენ, არ ჩაიფარცხოს უბრალოდ კომერციის სურვილით ვიღაცების და ხელოვნების კომერციალიზაციით თუნდაც და ასე შემდეგ. შენ ახსენე რომ ჩემი ქვეყნის პრობლემებია, როდესაც იყავი საოკუპაციო ხაზთან. რა დაინახე ყველაზე ესეთი ზოგადი სურათი რომ მოხაზო, რა პრობლემები დაინახე? აი ესე ამერიკიდან ჩამოსულმა, პრაქტიკულად იქ გაზრდილმა, უკვე დაახლოებით 14 წელი მაინც გაქვს იქ გატარებული და როგორი იყო ეს? იცით რა, ესე იგი საოკუპაციო ხაზთან ჩასვლის დროს მე აბსოლუტურად პირველადაც და მეორეჯერზე ხმახვანი მიყავი, გაუცებული ვარ მართლა იმ პოზიტივით, რაც იქავი მაცხოვრებლებიდან მოდის და მართალი რო გითხრათ, პირველი აი მაგას გავუკეთებდი აქცენტს, რომ მე არ ვერ ვნახე აი ჩემი თბილისელი მეგობრები ან მე იქ მომინდა რომ მენახა მთელი საქართველო, რომ მათ გვერდში დასდგომოდნენ, იმიტომ რომ თვითონ ის ადამიანები არიან უსომოდ პოზიტიური, შრომელი და მართლაც აი ქართველი ხალხი, რომელსაც არ უნდათ იმ თავიანთი ოჯახების და ადგილების დატოვება, მიუხედავად იმისა, რომ 11-ში რუსის ჯარი დგას, იმიტომ რომ ისინი არიან, ასე ვთქვათ, ცოცხალი ბარიერი ჩვენსა და რუსებს შორის და პირველ რიგში რაც დავინახე, რომ რა თქმა უნდა სოციალურად ძალიან დიდი გაჭირვებაა, თუმცა ამ ჩასვლაზე რაღაც უკეთესობა დავინახე, რამოდენიმე სახლი გადახურული იყო, როცა 3 წლის უკან ჯერ კიდევ დამგრეული იყო იმისგან, ტყვეებისგან და ბომბვისგან.
და კიდევ ის რომ უბრალოდ ძალიან ბევრს მუშაობენ, ძალიან ბევრი მათი მეუღლე, ესე იგი მამაკაცი ოჯახში დაღუპულია ან ტრამვირებული და პირველ რიგში რაც სურს რომ სიტყვაზე იქაურ მაცხოვრებელ ახალგაზრდა ქალებს და გოგონებს დავეხმაროთ სიტყვაზე, მაგრამ ჩემი აზრით მნიშვნელოვანია რომ ყურადღება მიაქცეთ მას, აი ეს დავინახე რომ ძალიან უნდათ ყურადღება და გაუხარიათ, თუმცა ვინმე ჩადის და ანუ უბრალოდ არც არაფერი რომ არ გააკეთო, უბრალოდ რომ ეკითხებიან, აი როგორ ხართ, ხო? და ამ ეს აგრძელებს მათ რომ ისინი არ არიან დავიწყებული. ხო, ძალიან მნიშვნელოვანია მართლაც წარმატებებს ვუსურებ იმ ადამიანებს და ვისურვებდი იმას, რომ აი ეს შრომა და შედეგი ხო შრომის, ან იყოს იმის პროპორციული, რასაც შრომობენ. მახსოვს შეერთებულ შტატებში როცა ვიყავი, ჩემი მასპინძელი დედა ამბობდა, რომ ამ ქვეყნის ფასი იმაშია, რომ შრომის შედეგად შენ შეიძლება კარგად იცხოვრო. რაზეც პრინციპში რო დავფიქრდეთ, საქართველოში მართლაც ფუფუნება, იმიტომ რომ შეიძლება დღეში 12 საათს მუშაობდე, კვირაში 7-6 დღე და მაინც 500 ლარი ქონდეს ხელფასი, რომელიც რა თქმა უნდა საკმარისი არ არის, რომ კარგად იცხოვრო და ზოგადად რომ იცხოვრო პრინციპში. კიდევ ერთი რაღაც მინდა ვახსენო, აი მაგალითად ერთ-ერთი ოჯახი, რომელიც 3 წლის წინაც ვინახულე და ეხლაც არის ზუსტად აი 10 მეტრში, სადაც ესეთი დე-ფაქტო საზღვარია, ასე ვთქვათ. და ამ ოჯახს ყავს ნუ რამოდენიმე შვილი, მაგრამ ყველაზე პატარა საბა არის მეორე კლასელი ახლა. და მაშინ მახსოვს არ ქონდა ველოსიპედი და ეხლა ჩაუტანეთ მე და ჩემო მეგობარმა თამომ, რომელიც ასევე ნიუ-იორკში ცხოვრობდა, ეხლა გადმოცხოვრდა, ჩაუტანეთ ეს ველოსიპედი და მე არ დამოვიწყდება როგორი ენთუზიაზმით წაიყვანა და მუშაობა დაიწყო უკვე რაღაცებს, რომ თქვა რომ სკოლაში მე ამით ვივლი, ანუ ძალიან ამბიციური ბავშვი და უზომოდ საყვარელი და მეორე ფაქტი ამ ოჯახიდან ისიც მახსოვს, რომ მისმა დედამ თქვა ესეთი რამ, რომ ბავშვს ანათლინებს მის მეზობელს, რომელიც არის ოსი. და აი ეს ძალიან გამიხარდა, რომ ქართველებსა და ოსებს შორის ისეთი მეზობლობა და სიტყვაზე დამოკიდებულება როგორც იყო. და რომ ეს კონფლიქტები ორივე რაც გვაქვს, არის ჩემი აზრით აი ამ რუსული პოლიტიკის დაყოფის და ასე შემდეგ სხვა ინტერესებს ემსახურება და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ მოხდეს რაღაცნაირად აი ამ როგორც თქვა არაფორმალური დიპლომატიით, სახალხო დიპლომატიით, თუნდაც აი ამ ურთიერთობების გაღრმავება, გაძლიერება, იმიტომ რომ მხოლოდ მასე შეიძლება ალბათ ამ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება და არა სამხედრო ოპერაციებით. ხო, ну, ამაზე არც არის პრინციპში საუბარი სამხედრო მოქმედებებზე. შენს მომავალ გეგმებზეც რო გითხრა, რას აპირებ, როგორ ხედავ შენ თავს, ძალიან გამიხარდა, რომ აი ადამიანი თქო ნიუ-იორკიდან დაბრუნდა, მართლაც მისასალმებელი არის ეს და ასევე იმის ხედვაზე, რომ შეიძლება ვთქვათ, ანუ არ დაბრუნდე, თუნდაც და იქიდან აკეთო რაღაც, აი რა შეიძლება იყოს ეს, რომ თუნდაც იმ ქართველებს ვინც შეიძლება უცხოეთ და ვიყურებდეს იმათაც რომ ეს უთხრა და ზოგადად ყველას. რომ ის იქ წასული ადამიანი არ არის 100%-ით დაკარგული. არა, რა თქმა უნდა, ანუ არსებობს ესეთი ორგანიზაცია American Friends of Georgia, ამერიკელი მეგობრები საქართველოსთვის, რომელსაც ხელმძღვანელობს მარუსია ჭავჭავაძე, უსაყვარლესი ჩემი მეგობარი და ადამიანი. მე ესე იგი ძალიან მინდა რომ რაღაც ახალგაზრდული ფრთა გავაკეთო ამ ორგანიზაციის, რომ ახალგაზრდა დიასპორელები ქართველები ამერიკაში შევკრიბო და შემდეგ ორგანიზაცია გაუკეთო რაღაც პროექტებს საქართველოში იქიდან. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ამ ორგანიზაციას ან სხვა დიასპორულ ორგანიზაციებს ან ორგანიზაციების გარეშე აკეთოს საქმე, სიტყვაზე თუ მათ აქვთ რაღაც გადადებული ან უკვე გამოუყენებადი თუნდაც სათამაშოები, თუნდაც წიგნები, თუნდაც ტანსაცმელი შეუძლიათ რომ გამოაგზავნონ, ჩაუტანონ ისეთ სოფლებში, სადაც მართლა საჭიროა განსაკუთრებით საზღვრისპირა სოფლებში, მართლაც ბევრი რამე დაკარგეს ამ ოჯახებმა. ბავშვებს სიტყვაზე სათამაშოები და ასე შემდეგ აკლიათ ნორმალური განვითარებისთვის.
ამის გაკეთება შეიძლება ყოველთვის შეიძლება ფუადი ეგზამინები და ასე შემდეგ, მაგრამ ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია ყურადღების მიქცევა და რაღაც ინფორმაციების გაზიარება. მაგალითად, რამდენი არის ქართველი, რომელიც მუშაობს ამერიკულ კომპანიებში, ან ბანკებში, ან ესე იგი უნივერსიტეტებში, შეიძლება რომ მათ რაღაც ინფორმაცია მიაწოდონ ამ ადამიანებს, თუ როგორ შეიძლება ახალგაზრდა მოსწავლემ ზოგად სიტყვაზე ამ საჯარო სოფლიდან ჩააბაროს უნივერსიტეტში და ასე შემდეგ. რომ უფრო ესეთი მდგრადი შედეგები გამოიწვიოს და არა ესე რაღაც ერთჯერადი დახმარებები. კი, ნამდვილად, мотивация ძალიან მნიშვნელოვანია და რომ გონია რომ შეიძლება ну რა ახლა ეს ლაპარაკი რა მოაქვს, თუმცა ის ილექება ადამიანების თავებში და შეიძლება ამ ინფორმაციამ ცოდნამ რაღაც мотивация მართლაც რაღაცნაირად მისცეთ მათ მიცგი რომ უფრო მეტი მოიძიონ თვითონ თუნდაც იმაზე მეტი ვისაც ვიდრე ჩვენ სიტყვაზე იმ ერთ შეხვედრაში მივაწვდით. დასასრულს მაინც აუცილებლად მინდა რომ გითხო შენს სამომავლო გეგმებზე რას ფიქრობ, რას აპირებ? ჩემი სამომავლო გეგმები არის ზოგადად მოქმედება სულ იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაზეც ესე იგი შემტკივა გული. ვაპირებ ასევე მაგისტრატურაზე ჩაბარებას, კონფლიქტების მოგვარებასა და მოლაპარაკებებზე და გენდერულ თემებთან დაკავშირებით. ვაპირებ ჩემი ამ ორგანიზაციის განვითარებას და ამის გაგრძელებას.